სომხეთი არ უნდა მოქმედებდეს როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. სანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნეს და გაიხსნება. ეს განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან ილჰამ ალიევმა გააკეთა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამერიკაში დადგა სოროსის ეპოქის დასასრული, ამგვარად სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სოროსის მიმდევრები ფაქტობრივად კარგავენ პოზიციებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სომხურ მხარეს იანვარში საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგის ხდომის ჩატარება შესთავაზა. ამავე ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ სომხეთი ფაქტობრივად არის საფრთხის წყარო რეგიონისთვის. სომხეთის შეიარაღება მხოლოდ ზრდის დაძაბულობას, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო არსებითად ფაშისტური სახელმწიფოა. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას ფაშისტური იდეოლოგია ხელმძღვანელობდა თითქმის 30 წლის განმავლობაში, მათ თავის მსგავსად შექმნეს ეს ქვეყანა. ფაშიზმი უნდა განადგურდეს და მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა გზა არ გვაქვს. ილჰამ ალიევის განცხადებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პასუხობს. ფაშინიანის თქმით, ბაქო ცდილობს მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში ესკალაციისთვის გამართლება ჰქონდეს. ფაშინიანის თქმით, ერევანი აპირებს მიყვეს მშვიდობიან სტრატეგიას და თანმიმდევრულად განაგრძობს სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიას, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემოკრატიაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე, აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს უფლება ჰყავდეს თავდაცვის უნარიანი არმია.